რაზეც ქონდა ხელფეხი შეკრული, ეხლა აღარ მაქვს ხელფეხი შეკრული. და მე ყველანაირად დავეხმარები იმ ადამიანებსაც საქართველოში, ვისაც ის შაგრავს. და გარეთ საერთაშორისო არენაზე ნამდვილად ყველა ღონესა ძალს ვიხმარ, რომ ზუსტად გაიგონ ივანიშვილი ვინ არის. 2025 წლის 2 მარტი საქართველოს სომხეთის საზღვარი. სადახლოს გამშვებ პუნქტზე ერთი ჩვეულებრივი სამუშაო დღეა. სომხეთიდან და საქართველოდან ავტომობილების ნაკადი არ წყდება. ნაწილს მესაზღვრეები განსაკუთრებული ყურადღებით ამოწმებენ, ზოგიერთს კი ზედაპირულად. საღამოს 20 საათსა და 58 წუთზე კი სასაზღვრო პუნქტთან შავი Toyota Camry ჩნდება. ეს ის ავტომობილია, რომლის სპეცსამალავშიც ბიძინა ივანიშვილის მილიარდების ყოფილი მმართველი გიორგი ბაჩიაშვილი იმყოფება. შაბათის ეთერმა სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერები მოიპოვა. ეს კადრები კი საუკუნის გაქცევის საქმის სრული სურათის აღდგენის საშუალებას გვაძლევს. ყველაფერი კი კვირას 2 მარტს საღამოს 6 საათზე დაიწყო. შაბათის ეთერის მიერ მოპოვებული პოლიციის ფაილების მიხედვით იმ დღეს გიორგი ბაჩიაშვილმა მის ნაცნობს შოთა ქარუმიძეს დაურეკა და საბურთალოზე მისვლას თხოვა. გამარჯობა, თუ დროს ვარ გეკავ. შეხვედრა მუზაშვილის ქუჩაზე შედგა. ამ დროს უთხრა ბაჩიაშვილმა მძღოლს, რომ სომხეთ-საქართველოს საზღვრის მიმართულებით უნდა წასულიყვნენ. ბიზნესმენი ავტომობილში უკანა სავარძელზე დაჯდა. ერთ საათში კი, როდესაც Toyota Camry სადახლოს გამშვებ პუნქტს უახლოვდებოდა, ბაჩიაშვილმა მძღოლს გაჩერებას თხოვა და ისე რომ ავტომობილიდან არ გადმოსულა, მანქანაში წინასწარ მოწყობილ ეგრეთ წოდებულ სამალავში მოთავსდა. 2025 წლის 2 მარტს დაახლოებით 19 საათზე მივედი აღნიშნულ ადგილზე, სადაც დამხვდა თავად გიორგი ბაჩიაშვილი. გიორგი ჩაჯდა ავტომანქანაში უკანა სავარძელზე და წავედით სომხეთის საზღვრის მიმართულებით. არმისულის სოფელ სადახლოსთან გიორგიმ გამაჯერებინა მანქანა და დაიწყო სამალავში ჩაჯდომა. სამალავი მანქანაში მოწყობილი იყო უკანა სავარძელსა და საბარგულს შორის. ის ისე მოთავსდა სამალავში, რომ არ გადმოსულა მანქანიდან. გადმოწია უკანა სავარძლის საზურგე და მოთავსდა სამალავში. სამალავში მოთავსების შემდგომ მანქანით მივადგეს სადახლოს გამშვებ პუნქტს, სადაც შემამოწმეს პირადად და შეამოწმეს მანქანა. ჩვენს მიერ მოპოვებულ ვიდეო მასალაში ჩანს, რომ ავტომობილი, რომელშიც პოლიტიკური დევნის მსხვერპლი იმყოფება, სასაზღვრო კონტროლის ზონაში 2 მარტს 20 საათსა და 58 წუთზე შედის და შემოწმების რიგში ჩერდება. ამ დროს ბაჩიაშვილი უკვე სპეცსამალავშია. გაჩერებიდან 2 წუთში კი ერთ-ერთი მესაზღვრე სამორიგეო ჯიხურს ტოვებს და რიგში მდგომი ავტომობილების შესამოწმებლად მიემართება. ბაჩიაშვილის მანქანა რიგში მესამეა. მესაზღვრე ჯერ საბარგულს ამოწმებს. რწმუნდება, რომ იქ რაიმე აკრძალული ნივთი არ არის. შემდეგ კი სალონის შესამოწმებლად უკანა კარის გახსნას ცდილობს, მაგრამ კარი დაკეტილია. ძღოლს ნერვიულობა ეტყობა. რამდენიმე წამში კი მესაზღვრე ისევ რწმუნდება, რომ ავტომანქანაში არავინ არის და შემდეგი პროცედურებისთვის ჯიხურში ბრუნდება. კვირასაღამოს სადახლოში საქართველოდან გასვლის მსურველი მოქალაქეების რიგია. ავტომობილები ნელა მოძრაობენ. ამ დროს კი გიორგი ბაჩიაშვილი მანქანის უკანა სავარძელთან მოწყობილ სამალავშია და არ იცის, რატომ არ იძვრის გაჩერებული ავტომობილი. ახლოს პატრული დადის, მაგრამ ვერავინ ვერაფერს ამჩნევს. საკონტროლო შემოწმება 9 წუთს გრძელდება. საბოლოოდ კი ავტომობილი, რომელშიც მალულად პოლიტიკური დევნის მსხვერპლი იმყოფება, საქართველოს ტერიტორიას 2 მარტს 21 საათსა და 7 წუთზე ტოვებს. ამ წუთიდან ბაჩიაშვილის გაქცევის საიდუმლო სპეცოპერაციის მთავარი ნაწილი იწყება.
ბიზნესმენს საქართველოს საზღვარი უკვე გადაკვეთილი აქვს. მანქანის სამალავიდან გადმოსასვლელად და უკანა სავარძელზე დასაბრუნებლად კი 1 წუთი, რადგან ნეიტრალური ტერიტორია, სადაც ეს უნდა მოასწროს, დაახლოებით 250 მეტრშია, რასაც ავტომობილი ნელისვლით 1 წუთში გაივლიდა. ამიტომ გიორგი ბაჩიაშვილმა მძღოლს ავტომობილის გაჩერება სთხოვა. სამალავიდან გადმოვიდა და ბაგრატაშენის სასაზღვრო პუნქტამდე ფეხით მივიდა. მესაზღვრეს კი რუსული პასპორტი წარუდგინა. კითხვები რომ არ გაჩენილიყო, როგორ დატოვა საქართველოს საზღვარი ისე რომ პასპორტის გასვლის შტამპი არ ქონდა, სომეხ პოლიციელებს ქართული პირადობის მოწმობა წარუდგინა, რომ თითქოს ქვეყნიდან ამ დოკუმენტით გამოვიდა. ახლა ჩნდება კითხვა, საიდან ქონდა ბიზნესმენს პირადობის მოწმობა, როდესაც მას სასამართლომ ყველა დოკუმენტი ჩამოართვა და საზღვრის დატოვებაც აუკრძალა. პირადობა არ ქონდა ჩამოთვლილი ბაჩიაშვილს. სხვა სისხლის სამართლის საქმეზე ვერ მოგახსენოთ პროკურატურა აწარმოებდა. პროკურატურა აწარმოებს, თუმცა სხვა საგამოძიებო უწყება აწარმოებს. როგორ გაგექცათ სამჯერ ბრალდებული, ორჯერ პასპორტ ჩამორთმეული კაცი, ეს სისტემის კრახია. ეს არის სხვა სისხლის სამართლის საქმე. ბატონ დაუტოვეთ მას პირადობის მოწმობა. ან ინფორმაცია არ ქონდათ, რომ რუსული პასპორტი მეგონი არის თქვენ პასუხებს, იმიტომ რომ გითხარით, რომ თქვენ არ გესმით ჩემი კითხვები, რომ პასუხი არ გაგაჩნიათ. სხვა სისხლის სამართლის საქმეზე ფაქტობრივ გარემოებას ვერ მოგახსენოთ. საბოლოოდ ოლიგარქის მძევალმა ტყვეობას თავი 2 მარტს საღამოს 22 საათისთვის დააღწია, მაგრამ ახლა ნერვების ომის კიდევ 3 საათი და 30 წუთი იწყება. ბაჩიაშვილმა სადახლოდან ერევნის საერთაშორისო აეროპორტამდე მისვლა და პირველივე რეისით გაფრენა უნდა მოასწროს. ბიზნესმენი აეროპორტში შოთა ქარუმიძემ დატოვა. დაკავებული მძღოლი ამ მომენტს გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში აღწერს. სომხეთის საზღვრის გადაკვეთის შემდეგ ბაჩიაშვილი ჩამიჯდა ისევ ავტომობილში და გავაგრძელეთ გზა ერევნის მიმართულებით. გიორგიმ მთხოვა დამებრუნებინა მისთვის ეგრეთ წოდებული Google-ის ტელეფონი, რომლითაც ერთმანეთს ვეკონტაქტებოდ. ერევანში ჩასვლის შემდეგ მეის აეროპორტში მივიყვანეს, საიდანაც გაფრენას აპირებდა. სად მიფრინავდა, არც მას უთქვამს და არც მე მიგიხავს. ბაჩიაშვილი სომხეთიდან ყატარში ერევანი დოჰას რეისით გაფრინდა, რომელიც აეროპორტში მისი მისვლიდან დაახლოებით საათ ნახევარში იყო დაგეგმილი. საქმის მასალებში ამის შესახებ არაფერი წერია, თუმცა ჩვენი ინფორმაციით ივანიშვილის მძევალს წინასწარ ბილეთიც კი არ ჰქონდა ნაყიდი. ბაჩიაშვილი ყატარში გაფრინდა, მძღოლი კი უკან საქართველოში დაბრუნდა. საქართველოს საზღვარი შოთა ქარუმიძემ 3 მარტს გამთენიისას ისე გადმოკვეთა, რომ ავტომობილი არავის გაუჩერებია. ამ დროს არავინ იცოდა, რომ ბიზნესმენი, რომელსაც სპეცსამსახურები 24 საათიან რეჟიმში უთვალთვალებდნენ, საქართველოში აღარ იყო. განგაში გომელაურის უწყებაში 4 მარტს ბაჩიაშვილის გაქცევიდან 2 დღეში გამოცხადდა. პანიკაში ძალოვანები სოციალურ ქსელში ბიზნესმენის მიერ გავრცელებულმა განცხადებამ ჩააგდო, სადაც წერდა, რომ ის საქართველოდან შორს იმყოფებოდა. ამ დროს პროკურორი მიშა სადრაძე სასამართლოში მისასვლელად ემზადებოდა. სუსის ეგრეთ წოდებული ოპერები კი ბაჩიაშვილს სახლთან ელოდნენ, რომ თვალთვალით სასამართლო პროცესზე მიეცილებინათ, მაგრამ ბაჩიაშვილი სახლიდან არ გამოვიდა. პროკურორმა სადრაძემ კი სავარაუდოდ სასამართლოში მისულმა სოციალურ ქსელში აღმოაჩინა, რომ კაცი, რომელსაც ოლიგარქის საჩივრის საფუძველზე ასამართლებდა, განსასჯელის სკამზე იმ დღეს აღარ დახვდებოდა. მაინტერესებს იმ ხალხის სახეები, რომლებსაც ხოდა დავალებული ჩემზე თვალთვალი და რომელსაც უნდა გაეკონტროლებინა ჩემი გადაადგილება. 4 მარტს ბაჩიაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის საქმის გამოძიება გომელაურმა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის განსაკუთრებულ საქმეთა სამმართველოს ჩააბარა. ჯერ ბიზნესმენის ძებნა საქართველოში დაიწყეს, რადგან ოცნებას ბოლომდე არ სჯეროდა, რომ ოლიგარქის პირადი მძევალი ქვეყნიდან გავიდა. ამიტომ განცხადებებით მიანიშნებდნენ, რომ ბაჩიაშვილი ქვეყანაში იმალებოდა. თემა არ ვიცი, არავინ არ იცის, როგორ გავიდა, საიდან გავიდა გიორგი ბაჩიაშვილი, ან საერთოდ გავიდა თუ არა, შესაბამისად გამოძიება დაადგეს ყველა. ბაჩიაშვილის ძებნის საქმეში პირველი პატაკი 4 მარტს 15 საათსა და 40 წუთზე ჩნდება.
პოლიციის ოფიცერი რამაზ ეჯიბია ოპერატიულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ ბიზნესმენმა ქვეყანა სომხეთის გავლით დატოვა. ჩემს მიერ მოპოვებული ოპერატიული ინფორმაციით დადასტურდა, რომ გიორგი ბაჩიაშვილმა უკანონოდ გადაკვეთა საქართველოს საზღვარის სომხეთის რესპუბლიკის მიმართულებით. ინფორმაციის მომწოდებელი კონფიდენციალური პირი არის ჩემი პირადი კონტაქტი. იმ დღეს საგამოძიებო უწყებამ სომხეთის რესპუბლიკის ინტერპოლს სასწრაფო შეტყობინება გაუგზავნა და სამართლებრივი დახმარების თხოვნით მიმართა. პასუხი მალევე მიიღეს და დადასტურდა, რომ ბიზნესმენი სომხეთში გადავიდა, ერევნის აეროპორტიდან კი დოჰას მიმართულებით გაემგზავრა. სომხეთის სასაზღვრო ჩანაწერების შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ გიორგი ბაჩიაშვილი სომხეთში ბაგრატაშენის სასაზღვრო პუნქტის გავლით 2025 წლის 2 მარტს შემოვიდა. მის მიერ გამოყენებული იქნა რუსეთის მოქალაქის პასპორტი. ასევე წარმოადგინა ქართული პირადობის დამადასტურებელი ბარათი. საზღვრიდან გაემგზავრა სომხეთის ზვარტნოცის საერთაშორისო აეროპორტში და რუსეთის მოქალაქის პასპორტით გაფრინდა დოჰას მიმართულებით. ამ მტკიცებულებების საფუძველზე გიორგი ბაჩიაშვილს ბრალდება საზღვრის უკანონო კვეთის მუხლით წარუდგინეს, თუმცა გამოძიება მალევე ჩიხში აღმოჩნდა. გომელაურის უწყებამ გაარკვია, რომ ყატარის დედაქალაქიდან ბაჩიაშვილი აბუ-დაბის მიმართულებით გაემგზავრა. აბუ-დაბიში კი გომელაურმა ბაჩიაშვილის კვალი დაკარგა. არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ივანიშვილის რეჟიმმა მიიღო წერილი, რომ ბიზნესმენი მათ ტერიტორიაზე აღარ იმყოფება, თუმცა არ წერენ რა მიმართულებით გაფრინდა. გიდასტურებთ, რომ გიორგი ბაჩიაშვილი აბუ-დაბიში შემოვიდა, მაგრამ თუ დაპატიმრების ღონისძიება ან მის შესახებ დამატებითი ცნობები გსურთ, გთხოვთ წარმოგვიგინოთ მის წინააღმდეგ ინტერპოლის მიერ გაცემული წითელი ცირკულარი ძებნის დამადასტურებელი დოკუმენტი. აბუ-დაბიმ ინფორმაცია არ მოგაწოდათ? რატომ არ თანამშრომლობს აბუ-დაბი? საქართველოს საგამოძიებო უწყებასთან ამ დოკუმენტს გაეცანით? რომ გაჩერდეთ შეგიძლიათ ქალბატონოანი? სხვა სისხლის სამართლის თქვენ საქმეში დავს ეს დოკუმენტი. აბუ-დაბიმ უარი უთხრა საქართველოს სამართლებრივ თანამშრომლობაზე. რატომ არ მოგაწოდათ ინფორმაცია საწავით? სამართლებრივი თანამშრომლობის ფარგლებში, ისევე როგორც სხვა სახის საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით, მიმდინარეობს პროცედურები. ტარდება ეს გამოძიება არ დამსრულებინეთ, გამოძიება არ დასრულებულა, მათ შორის საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში. აბუ-დაბის ხომ მიწერეთ ქალბატონოანი, ეს ხომ ოფიციალური დოკუმენტი არ მოგიხსენებიათ. ერთი და იგივე შეკითხვები რას ნიშნავს? საქართველოსთან აბუ-დაბიც აღარ თანამშრომლობს? მოგახსენეთ უკვე ბაჩიაშვილის მიერ რეჟიმისთვის ჩატარებულ სპეცოპერაციაზე დასმულ კითხვებს პროკურორი გაურბის. სისტემის კრახზე საუბარი ძალოვან უწყებებში არავის სურს. ბაჩიაშვილი ქვეყნიდან შეგიძლიათ მითხრათ, ყველაფერი ჩამორთმეული ქონდა, როგორ გაიქცა? სუსი, პოლიცია, ყველა უთვალთვალებდა ამ კაცს და როგორ გადაყვეთა სად? ყველაფერს რას გავიგებთ? სხვა ბრალდებულებიც ხომ არ გაგექცათ უკვე? როგორ გაგექცათ? ყველაფერი ჩამორთმეული ქონდა, სახლთან ჩასაფრებებს უწყობდით და ბაჩიაშვილი მთელს მსოფლიოში ახლა რუსეთის მოქალაქის პასპორტით მოგზაურობს, რომელიც წესით ჩამორთმეული უნდა გქონოდა. თუმცა სისტემამ აქაც შეცდომა დაუშვა. პასპორტს, რომელიც ბაჩიაშვილს 2023 წელს აღკვეთი ღონისძიების შეფარდების დროს ჩამოართვეს, ვადა 1 წელიწადში გასდიოდა. როგორც ჩანს, ვადაგასული პასპორტი ახლით ბიზნესმენმა შვეიცარიის საელჩოში შეცვალა, ისე რომ ძალოვანებმა ვერც ეს გაიგეს. ამ ფაქტს საქმის მასალებში პოლიციის მიერ ჩადებული იმ პასპორტის ასლი ადასტურებს, რომლითაც ბაჩიაშვილმა სომხეთის საზღვარი გადაკვეთა. დოკუმენტი 2024 წლის 13 თებერვალს არის გაცემული. ანუ გამოდის, რომ კაცს, რომელიც ოლიგარქს სამიზნეში ყავდა ამოღებული, მთელი 1 წლის განმავლობაში საზღვარგარეთის პასპორტი ისე ჰქონდა, რომ რეჟიმმა ვერაფერი გაიგო. პასპორტი როდის აიღო ბაჩიაშვილი? სხვა სისხლის სამართლის საქმეზე ვერ სხვა სისხლის სამართლის საქმეა, ადამიანი გაიპარა, სამჯერ ბრალდებული და პასპორტები ქონდა ჩამორთმეული. პასპორტით არამედ საზღვრის უკანონო კვეთით. არ იცოდა გამოძიებამ, რომ მას ქონდა რუსეთის პასპორტი?
რატომ არ გქონს სისხლის სამართლის დეტალები, რასაც მეკითხები? როგორ არის თქვენი უწყება იძიებს ამ ყველაფერს და უწყება იძიებს, თუმცა სხვა დეპარტამენტი. ანუ თქვენ არიცით, არ გეუბნებიან? არ გაგიჭირდება თავად შეკითხვების დასმა სხვა უწყებისთვისაც შესაბამისად. ანუ შინაგან საქმეთა სამინისტროს და იუსტიციის სამინისტროს მიმართულებით იშვერთ ახლათიც? ანუ პასუხისმგებლობას მათ აკისრებთ? არა, მე ვერ მოგახსენებ სხვა სისხლის სამართლის საქმის კონკრეტულ დეტალებს. ძალოვან უწყებებში პასუხი არ აქვთ. არადა თუ ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციას დავუჯერებთ ოლიგარქის მძევალი გაქცევის სპეცოპერაციას თვეების განმავლობაში ამზადებდა. თავდაპირველად იპოვა მძღოლი შოთა ქარუმიძე, რომელსაც შეხვედრის დროს პირობებზე თავიდანვე შეუთანხმდა. 2024 წლის დეკემბერში მეგავიცანი გიორგი ბაჩიაშვილი. შეხვედრისას მან მკითხა, იქნებოდი თუ არა თანახმა, რომ ერთ ადამიანს საქართველოსთან გაპარვაში დავხმარებოდი. მკითხე, ვინ იყო და რას წარმოადგენდა ის პირი, ვისაც ესუნდოდა. მითხრა, რომ პირი, ვისაც საქართველოსთან გაპარვა სჭირდებოდა, არ იყო კრიმინალი და იდევნებოდა პოლიტიკური ნიშნით და იმისთვის, რომ არ დაეპატიმრებინათ, საქართველოსთან ისე უნდა წასულიყო, რომ ამის შესახებ არავის არაფერი სცოდნოდა. ასევე მთხოვა დამეზუსტებინა თუ რა თანხა იქნებოდა საკმარისი ჩემთვის ამ საქმის სანაცვლოდ. მითხრა, რომ ამ ყველაფერზე მეფიქრა და საბოლოო პასუხი რამდენიმე დღეში მეთქვა. მეორე დღეს გიორგის მე თანხმობა განუცხადა. შეთანხმების შემდეგ ბაჩიაშვილმა ქარუმიძეს Toyota Camry-ის მარკის ავტომობილი უყიდა, რომელშიც სათვალთვალო კამერები ჩააყენა და მძღოლს თითქმის 3 თვის განმავლობაში ყოველ 3 დღეში ამ ავტომობილით საქართველოს სომხეთის საზღვრის გადაკვეთას თხოვდა. 27 დეკემბერს გიორგიმ $18,500 გადმომცა. თხოვა მეყიდა აუცილებლად მუქი ფერის Toyota Camry-ის მოდელის ავტომობილი, რომელიც არ იქნებოდა 2020 წლამდე წარმოებული. ავტომობილი იმავე დღეს ვიყიდე. ამის შემდეგ გიორგი თითქმის ყოველ მესამე-მეოთხე დღეს თხოვდა დღეღამის სხვადასხვა დროს გადამეკვეთა საქართველოს და სომხეთის საზღვარი. ზოგჯერ გზავრებიც მიმყავდა და ამაზე გიორგის პრეტენზია არ ჰქონდა. ყველა გადასვლის დროს გიორგი მიხდიდა ფულს. პარალელურად დამავალა, რომ მანქანაში წინა და უკანა საქარე მინებზე ვიდეო რეგისტრატორები დამემონტაჟებინა, რაც შევასრულე კიდეც. როცა სომხეთიდან ბრუნდებოდი ხოლმე, გიორგი ბაჩიაშვილი ვიდეო ჩამწერის მახსოვრობის ბარათებს იღებდა და ჩამწერ მოწყობილობაში ახალ ბარათებს დებდა. სავარაუდოდ ივანიშვილის მძევალი, რომელიც საუკუნის გაქცევას გეგმავდა, ვიდეო რეგისტრატორის ჩანაწერებს თავად შიფრავდა. აკვირდებოდა სასაზღვრო ზონაში არსებულ ვითარებას და დროს, რამდენი ხანი დასჭირდებოდა სამალავში ყოფნას და რა წინაღობები შეიძლებოდა შეხვედროდა. თუ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის გამოძიებას დავეყრდნობით, ტაქსის მძღოლი პერიოდულად ბაჩიაშვილს ავტომობილს წინასწარ შეთანხმებულ მისამართზე უტოვებდა და სავარაუდოდ ამ დროს მოაწყო თავად ბიზნესმენმა საბარგულის უკანა სავარძლებს შორის სამალავიც. სამალავი ბაჩიაშვილმა თავად მოაწყო, რა დაადგინათ? კი, ამაზე პროცესზეც ესწრებოდი. თავისი ხელით. ვალდებულიც განმარტავს ამასთან დაკავშირებით. პოლიციის ფაილების მიხედვით, სპეცსამალავის მოწყობამდე ბიზნესმენმა მისი გარემოცვის ერთ-ერთ წევრს ავტომობილის ხალიჩების და სამაგრების შეძენას თხოვა. საჭირო ნივთები ბაჩიაშვილის მეგობარმა ელიავას ბაზრობაზე ეგრეთ წოდებულ დაშრილებში იყიდა და ბიზნესმენს გადასცა. 28 თებერვალს გიორგიმ შეხვედრა მთხოვა. ერთმანეთს რუსავალზე შევხვდით. თხოვა, რომ Toyota Camry-ის საბარგულის ხალიჩები და ეგრეთ წოდებული სამაგრები მეყიდა. იმავე დღეს ვერ მოვახერხე. მეორე დღეს ელიავაზე მივედი და დაშლილებში ვიყიდე. რისთვის სჭირდებოდა არ მიკითხავს და არც თავად უთქვამს. კრიმინალური პოლიციის გამოძიების მასალები გავს გაქცევას ფილმის სცენარით, სადაც ერთ მძევალ სპეცსამსახურების ათობით თანამშრომელი უთვალთვალებს, თუმცა ის ისე ფრთხილად მოქმედებს, რომ გეგმა სისრულეში მაინც მოჰყავს. პოლიცია დეტალებს ვერ დაადგენდა, რომ არა მძღოლის თანამშრომლობა გამოძიებასთან. ბაჩიაშვილმა შოთა ქარუმიძეს დამშვიდობების დროს თავად უთხრა, რომ თუ დააკავებდნენ, პრობლემები არ შეექმნა და სამართალდამცველებისთვის ყველაფერი მოეყოლა. დამშვიდობების დროს გიორგიმ მადლობა გადამიხადა. გადმომცა $20,000 დაპირებისამებრ. ეს თანხა მე მას თავად დავუსახელე. დავემშვიდობეთ ერთმანეთს, მაგრამ სანამ წამოვიდოდი მირჩია, რომ ცოტა ხნით საქართველოს დამეტოვებინა და მიმდინარე მოვლენებს დავკურვებოდი. თუ ასე არ მოგიქცეოდი და საქართველოში დავბრუნდებოდი, მითხრა, თუ დამაკავებდნენ, ყველაფერი მეთქვა. ამის შემდეგ მე წამოვედი საქართველოში.
შოთა ქარუმიძე ამავე ჩვენებაში ამბობს, რომ ბაჩიაშვილმა მას $30,000 გადაუხადა. თანხა თავად დაუსახელა. დაკავებულ სახლა 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ოჯახი ამბობს, რომ მან ბიზნესმენის ვინაობა არ იცოდა. არ იცოდა, უნდა იცნობდეთ ალბათ ჩოტიკოს ეგრო დაიჯეროთ, იმიტომ რომ არც ტელევიზორს უყურებს, არც Facebook-ია. აი დილიდან საღამომდე აკსაობდა, რასაც ქვია და აი ბაჩიაშვილი ვინ იყო ნაღდათ არ იცოდა. ჩვენ საერთოდ ის გვეგონა რომ რა ქვია ლიზინგით გამოიყვანა მანქანა და რაღაცა ხო აი მანქანა რომ იყიდა უცებ ხო არა მე ჩვენ ვიცოდით რომ ლიზინგით გამოიტყანა და ხაროდა რომ სომხეთის რაღაც ტურისტულ კანალზე დაჯდა და რაღაცა ამოისუნთქოს ეგ ადამიანმა სომხეთის ხო ალებში იყო უზომოდ გაჭედილი აი ხო აი 10 წლის წინანდელი ვალიც კი დაფარა რა რომ თანხების დიდი ნაწილი აღარა აქვს, იმიტომ რომ დაფალა რა ვალები. რეჟიმის პოლიცია ახლა ადგენს, ვინ ეხმარებოდა ბაჩიაშვილს გაქცევის სპეცოპერაციის მომზადებაში და განხორციელებაში. თუმცა, გომელაურის უწყებას ჯერ ისიც კი ვერ დაუდგენია, პლანეტის რომელი კონტინენტის, რომელ ქვეყანაშია ოლიგარქის მძევალი, რადგან რეჟიმმა მისი კვალი აბუ-დაბიში დაკარგა.